დღევანდელი ჩვენი გადაცემა განსაკუთრებული ფორმატისაა. ის მომზადდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით. შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში. ამიტომაც ის ეხება ევროპულ ღირებულებებს და ევროპული ღირებულებებისა და ქართული საზოგადოების ურთიერთმიმართებას. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი. მოდით ჩვენი დღევანდელი საუბარი მაინც დავიწყოთ თვითონ ევროპის იდეით, ევროპის იდეის წარმოშობა. აი როდის იწყება ევროპის იდეა, როგორც ერთიანი რაღაც სივრცეს. ჩემი აზრით, ძირითადი დასაწყისი არის ტექსტში, როგორც ძალიან ბევრ შემთხვევაში, აქაც პირველად არის სიტყვა, ძალიან ცნობილ ტექსტში, ევროპული ლიტერატურის და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ პირველ ძეგლში არის ასეთი სიტყვა, რომ უნდა დაზავდნენ ერთი მხრივ ჰექტორი და მეორე მხრივ დიომედი. და რა თქმა უნდა, დიომედემ იმწვას მოიხსნა აღჭურვილობა, ევროპელი კაცია დააწყო. ხოლო ჰექტორმა შეხედა ამ აღჭურვილობას, თვითონ რასაც მოიხსნის ის შეაფასა, ვერ ჩათვალა სათანადო დონისად, შევარდა ტროაში და გამოიტანა ოქროს აღჭურვილობა. და ასე გაიცვალა. აი ამ ადგილას ჰომეროსმა დააფიქსირა არა მარტო გეოგრაფიული ზღვარი, არამედ ზღვარი მენტალობაში, ევროპასა და აზიას შორის, ესა ზუსტად იგივე ზღვარი, რაც შემდგომში იმავე ხალხმა უკვე რამდენიმე საუკუნის შემდეგ განასხვავა რიტორიკაში, როცა მათ თქვეს, რომ არსებობს თქვათ ატიკური რიტორიკა და არსებობს აზიანური რიტორიკა. აზიანური რიტორიკა ჩვენ ვიცით კარგად. ყველა ჩვენი გადაცემა არის აწყობილი აზიანური რიტორიკა. ანუ ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, რომ რაღაცა ვთქვათ. ევროპელები ცოტას ვლაპარაკობენ იმავე სათქმელად. გასაგებია, რომ დაპირისპირება ძველია და არ არის მარტო ევროპა-აზია დაპირისპირება, ბუნებრივია, უბრალოდ პირველი იყო. იმის შემდეგ აშკარად გამოიკვეთა მეორე ხაზი ამ დაპირისპირებაში, უკვე საკუთრივ შიგნით ევროპაში და ევროპა იქცა იმათ, რაც არის ჩრდილოეთი. ანუ არა მარტო ევროპა-აზია უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ ევროპა, ჩრდილოეთი ევროპა, სამხრეთი ევროპა თითქმის აზია. ჩვენ ვართ ხმელთაშუა ზღვის კულტურაზე პრეტენზიის მქონე ცივილიზაცია, ქართული ცივილიზაცია. ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიქნებით ის ევროპა, რომელიც არის მაგალითად ნორვეგია ან შვეიცარია, ან თუნდაც გერმანია. ჩვენ არასოდეს ალბათ არ გვექნება ის წესრიგი და სხვა, როგორც არ აქვს იტალიას, როგორც არ აქვს საბერძნეთს, მაგრამ ჩვენ ამავე დროს, ჩემი აზრით, აი იმ დაპირისპირებაში დიომედესა და ჰექტორს შორის აუცილებლად ჰექტორის მაგვარნი არა ვართ ხოლმე. ჩვენ მტრებისთვის ოქრო არ გვიჩუქებია. ჩვენ გვახასიათებს მტრებისგან ოქროს წაღება. მეტრო რო დაგვრჩა მაგალითად და აეროდრომები. ამ გაგებით შეიძლება ვთქვათ, რომ ევროპა როგორც რაღაც გარკვეული ქრონოტოპუსი, რაღაც გარკვეული სივრცე თავის თავში მოიცავს ბევრ განსხვავებულ და ჰეტეროგენულ სივრცეს. რა თქმა უნდა. ამ აზრით შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ქართული კულტურა მაინც არის ევროპული კულტურის ნაწილი. აბსოლუტურად აქ ქრონოტოპოსში მე განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი ქრონოს, იმიტომ რომ ევროპაში ოდესღაც უცხოვრიათ ისეთ ადამიანებს, რომელთაც არანაირი კავშირი დღევანდელ ევროპასთან, მის ღირებულებათა სისტემასთან, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ. ანუ აქ აუცილებლად კონტინენტი კი არის გულისხმება და გეოგრაფიული არეები, არამედ ევროპა ისეთი, როგორც იგი არის ბერძნების შემდეგ. მე მინდა ყველა შევახსენო, რომ ისეთი დიდი ადამიანი, როგორც იყო ბორხესი, რომელიც ობიექტური მგონია ამ შემთხვევაში, ვინაიდან შორიდან უყურებს, მაინც თვითონ ევროპელი არ არის, თუმცა კი ევროპული ცივილიზაციის გაგრძელება, ის ამბობდა, რომ ბერძნები და ებრაელები, აი ესა მსოფლიო კულტურის ცივილიზაცია. მას რო ეუბნებოდნენ აბა რომაელები, ეგ ბერძნების გაგრძელება ესა. ბერძნებით იწყება ევროპა, რა თქმა უნდა. და შემდგომში, რაც თქვენ ბრძანეთ, ის მოხდა, სხვა ლიდერი გაუჩნდა ევროპას. დღეს ევროპას სხვა გერმანიკული ლიდერი ყავს და ბერძნები, ასე ვთქვათ, ზოგადად, ანუ ჩვენ სადაც მოვიაზრებით სადაც სხვებიც მოიაზრებიან. ისინი დღეს აშკარად არ არიან, ასე ვთქვათ, მეინსტრიმში ევროპულში. მეტიც სერიოზულად დგას საკითხი ბერძნებისგან გათავისუფლებისა. ბერძნებისგან, სამხრეთისგან ევროპის გათავისუფლება. იტალიას უნდა
გათავისუფლეს თავის სამხრეთისგან, გერმანიას უნდა რომ არ გადაიხადოს საბერძნეთის ვალი, რა თქმა უნდა ესპანეთისაც არ უნდა და სხვა და ყველა მიცის რომ ძირითადად კრიზისი მაინც სამხრეთ ქვეყნებში იქნება, თუმცა იტალია ამ შემთხვევაში გამონაკლისია, ვინაიდან მან რატომღაც ინდუსტრიას მიჰყო ხელი. იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც თვითონ აქვს თავის სამხრეთი. დიახ, რომელსაც ეს პასუხისგებლობა თავის თავზე აქვს ასაღები და მის ჩრდილოეთში არის სწორედ ის ქარხნები და მოკლედ მუშათა კლასი და ყველაფერი ის რაც ქვეყანას ჭირდება, აი რაც ჩვენ გვაკლია, მაგალითად მე არასოდეს მემარცხენე არ ყოფილა, მაგრამ მარჯვენა მარცხენა ორივე ხელი ჭირდება ადამიანს და პოლიტიკაში მარცხენა ნაწილი დაგვაქვს. ამიტომ მე მიმაჩნია რომ აი ეს კამათი რომელიც ევროპაში იყო, მაგალითად ვალერი ჟისკარ დესტენმა თითქმის ძალად შეიყვანა საბერძნეთი დღევანდელ მას უფრო ვერ წარმოედგინა საბერძნეთის საერთოდ ვერ წარმოედგინა, იმიტომ რომ ფრანგები არიან მემკვიდრეები რომაელებისა, რომლებიც თავისთავად არიან მემკვიდრეები ბერძნეთისა. ხოლო გერმანელებს აქვთ მოსაზრება, რომ ისინი თვითკმარი, თვითნაბადი და ნაკლებ ბერძნულ დამოკიდებული, ამიტომ არის შესაძლოა გერმანიაში თქვათ შილერისადმი სიმპათიები მეტი ვიდრე გოეთესადმი ვიღაცასთან. თუმცა რა თქმა უნდა შემდგომში გაირკვა გოეთე ვინ არის. გოეთე და თომას მანი არის ის ხაზი, რომელიც ბერძნებს აღიარებს. ანუ ანგელა მერკელი და გოეთე სხვადასხვა გერმანია, სხვადასხვა ხაზია ევროპის გააზრებას დაკავშირებით. ევროპის მომავალი, ჩემი აზრით, მისი წარსულის გარეშე არასოდეს არ იქნება. შეუძლებელია ევროპა არსებობდეს იმ ქვეყნის გარეშე, რომელმაც შექმნა ეს ტერმინი. რომელმაც შექმნა ეს წარმოდგენა, რომელმაც შექმნა, მაგრამ გასაგებია ისიც, რომ მარტო ამ პერსონაჟიც ამბობს. არა მარტო, მე ვფიქრობ, რომ ბერძნების დამსახურება არის თეატრი, რაც ნიშნავს მედიას, რაც ნიშნავს თუნდაც ტელევიზიას, ბერძნების დამსახურება არის პოლემიკა, რაც ნიშნავს ასე ვთქვათ დისკურსს და ევროპულ ფილოსოფიას. და ბერძნების დამსახურება არის ფილოსოფიის მიწაზე ჩამოყვანა, იმიტომ რომ ფილოსოფია ყველგან შეიძლება დაიბადოს ალბათ. თუმცა თეატრი ყველგან არ დაიბადა რაც ფილოსოფია, მაგრამ თეორიაში კი, მაგრამ სწორედ მისი გაადამიანურება ძალიან ბერძნული იდეა იყო. რეალურად ერთადერთი პარალელი გვაქვს მკაცრად რო ვილაპარაკოთ მხოლოდ ინდოეთი. სადაც მეტნაკლებად არის ფილოსოფია და ნამდვილად არის თეატრი. დიახ, და სწორედ ინდოეთზე არის აგებული ის მეორე ევროპა, ინდო-გერმანული ევროპა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ხმარობთ მაგალითად ტერმინს ინდო-ევროპული. გერმანულად არის ინდო-გერმანიშე. რა თქმა უნდა, ისინი ხმარობენ ინდო-გერმანულს, იმიტომ რომ ისინი ორ საწყისს აღნიშნავენ და ამით ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ ინდოეთი და გერმანია არის საფუძველთა საფუძველი ევროპული ცივილიზაციის. მაგრამ ალბათ ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ გერმანელმა ადამიანმა დაადგინა ინდო-ევროპული ენების საკითხი, რომელმაც ბოპმა რომელმაც გაატარა პარალელი განსაკუთრებული ამბავი განსაკუთრებული ამბავია. ჩემი აზრით ეს არ არის პატარა ამბავი. საქმე ეს არის, რომ ბერძნებმა უნიჭერეს ხალხი იყო მე-5 საუკუნეში ერთსულ მოსახლეზე გენიოსების რაოდენობით მათ გადააჭარბეს აჯობეს მთელ მსოფლიოს მთელი საუკუნეების მანძილზე. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, 3 დიდი ტრაგიკოსი, 2 დიდი კომიკოსი, 2 უზარმაზარი ისტორიკოსი, რამდენი უდიდესი ფილოსოფოსი, 1 სკოლა, მეორე სკოლა, მესამე სკოლა, მეოთხე სკოლა, აი ფაქტობრივად ფეირვერკი ნიჭის და ტალანტის ერთი პატარა ადგილი და პატარა ადგილზე სულ რამდენიმე აწლეული. დიახ, მე-5 საუკუნის ასე ვთქვათ, აი მეორე ნახევარი. მათ ყველგან მიაღწიეს წარმატებას მინუს ერთადერთი ადგილის. ენათმეცნიერებაში იმდენად ბრმები აღმოჩნდა, ეს გენიოსები ვერ შეამჩნიეს, რომ ბერძნული, ლათინური, სპარსული ენები გვანან ერთმანეთს. მათ ვერ გაიაზრეს მთავარი ენათმეცნიერული, რატომ? იმიტომ რომ დასვეს კიდევ უფრო მთავარი საკითხი ენათმეცნიერებში, ჭკვიანი ხალხი იყო, ხანდახან ვაიჭკუისაგან მოუვიდათ, მათ დასვეს საკითხი თუ რატო ქვია საგანს სახელი. ეს საკითხი რომელიც საუკუნე ახლა 21 საუკუნე უპასუხო არის დღემდე, არავინ არ იცის სკამს რატო ქვია სკამი, ამ საკითხს არ ყვებდნენ. სკამში ეძებდნენ სკამობას და მამაში მამობას. ამიტომ ვერ უპასუხეს იმ კითხვას და ჩემი აზრით ძალიან სერიოზულად ჩამოარჩინეს დარგი. ენათმეცნიერებაში, იმიტომ ბერძნებს აქ რამე ქონოდათ მე და მოხდა. და თქვენ აღნიშნეთ ისე იგი ბოპის როლი და მანამდეც ვინც პირველმა დაინახა, ის საერთოდ მეცნიერიც არ იყო, ის გუბერნატორი იყო, მაგრამ ის ინგლისელი იყო. ანუ მაინც ინდო-გერმანულ, ანუ გერმანიკული სამყაროდან მოხდა ეს დანახვა.
და ეს ბუნებრივია, მოხდა დანახვა სისტემატური სამყაროდან. იმ სამყაროდან, რომელიც ხედავს, რომ აქ არის პიტარ და აქ არის პატერ, ის ხვდება, რომ აქ მსგავსება, რომელსაც შეუძლია დაუშვას თავარი დაშვება, რომ ხალხები ყოველთვის როდი იყვნენ სხვადასხვანი. რომ ხალხები მომდინარეობენ ნაკლებისგან მეტნი. ბერძნებს ამის წარმოდგენა არ ქონდა. კაცობრიობის ერთიანი კაცობრიობის იდეა. ეს არის ყველაზე რთული საკითხი ბერძნულ ფილოსოფიაში ერთისა და მრავალი საკითხი და ისინი წავიდნენ ადამიანის მხარეს, გაექცნენ რა ძირითად ონტოლოგიურ. აქ მე ვიცი რომ ბევრი ფილოსოფოსი არ დამეთანხმება, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ევროპული აზროვნება დაიწყო ინდოევროპეისტიკასთან ერთად ძალიან ბევრი მეცნიერის თავში. ეს მე და თქვენ ვიცით, რომ ჩვენ ევროპელები ვართ, მაგრამ გერმანელმა იცის, რომ ოსი ინდოევროპელია და ქართველი არა. ანუ ქართველის ინდოევროპელობა სჭირდება დამტკიცება, იმიტომ რომ ენათმეცნიერულად ქართველური ენა ინდოევროპული არ არის და არც გახდება ახლა ეს ის შემთხვევა არა, რომ რაღაცა დეკლარაციები მივიღო და ჩვენი ენა დავანათესავთ, ხო? გასაგებია, რომ ჩვენ არა ვართ ნათესავენ. ოსური არის და ოსი ხალხი რამდენად შეესაბამება ახლა ინდოევროპულ და ევროპულ იდეალებს, ეგ სხვა საკითხია. და მაინც ყოველთვის, როგორც კი ჩვენ კონფლიქტი ჰქონდა, ევროპა იყო ამ ადგილას იყო ზუსტად იცოდა ვის მხარეს, იმიტომ რომ ნათესავია. ეს არ არის მნიშვნელოვანი. ამ დროს ქართველებს გაგვიჩნდა ტრაგიკული გზნობა, რომ ჩვენ ვართ ობოლი ხალხი და რაღაცა და ასე. არ შეიძლება ამით არც განცდა და არც ტკბობა, რომ აი ობლები ვართ. ჩვენ არ ვართ ობლები, ჩვენ ვართ უნიკალური ხალხი, რომელმაც მოახერხა ყველა ნათესავი ერთ ნაციად შეკრიბა, რასაც ევროპა დღეს ცდილობს, ჩვენ პატარა მასშტაბით გაკეთებული გვაქვს. დიახ, ისინი ცდილობენ ხო გერმანელების და ფრანგების და ინგლისელების, აი ინგლისურ და გერმანულ ენას შორის გაცილებით ნაკლები მანძილია გაგების თვალსაჩინო, ენობრივი დაშორების თვალსაჩინო, ვიდრე ქართულ და სვანურ ენებს შორის. მაგრამ ჩვენ ერთი ხალხი ვართ და მე ჯერ სვანი არ მინახავს, ვისაც რაღაცა ის გაუჩნდა წარმოდგენა, რომ ის არის თუ არ არის. აქ ჩვენთან ეს პრობლემა არასოდეს არ არის. გერმანელებს კი არა, ესპანელებს უჭირთ ერთ-ერთად შეკრა და სადაც კატალანი, ამიტომ ამ თვალსაჩინო ჩვენ ვაჩვენებთ, ასე ვთქვათ, უკუსვლის მაგალითი. ანუ ენა ერთი იშლება მრავალ ენად, ამის შემდეგ მრავალი კულტურა ცდილობს თავი მოიყაროს ევროპის შეერთებულ შტატებში, ანუ ერთ სახელმწიფოში, ანუ ერთ კულტურაში და პრინციპში ერთ ფინანსებში და ერთ გადაწყვეტე ერთ ღირებულებათა სისტემაში და ჩვენ ეს პატარა მასშტაბით მაინც მოხერხებული გვაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ტიპოლოგიურად ევროპული ცივილიზაცია ვართ, იმიტომ რომ ჩვენ მრავალთა გაერთიანების იდეა გვახასიათებდა ძალიან თავისებურად სუბეთნიკური ერთობის შენარჩუნ და სხვებს არ უშვებდით ამ ერთობას. ჩვენები გვყავდა, ასე ვთქვათ. და სხვების ადგილი აქ არ იყო, არ მავიწყდება არასოდეს, რომ ბავშვობაში დავსდებდით ერთმანეთს და ვარკვევდით, ვისი ბებია, რომელი ეთნოსის იყო და თუ არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა, რაღაცა პრობლემა ამას. ჩვენ არ აღმოგვაჩნდა ის ფანტასტიკურად კარგი უნარი ნაციებს, რაც ახასიათებთ. ჩვენ ამაზე მაღლა დავდექით. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ხანდახან ჩვენი ევროპელობის დამტკიცება რომ კიდევ ჩვენ ისეთი რამ გვაქვს გაკეთებული, რომ ზენაციონალური სახელმწიფო გვაქვს შექმნილი ფაქტობრივად. და ამ თვალსაზრისით ჩვენ უსწრებდით პროცესებს. შეიძლება ეს გაჭიროებისგან ხდებოდა, შეიძლება არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ვეფხისტყაოსნის ავტორი ნაცია ვართ, იქ გვიწერია ეს ფილოსოფია, იქ ნათქვამია, რომ მრავალი არის ერთი, რომ სამი გმირი არის ერთი და ასე შემდეგ, რომ სამი სახე არის ერთი სახე და ასე შემდეგ. იქ ყველაფერი, იქ რო სამყარო ერთიანია, ნათქვამია. იქ რო არაბები ქართულად ლაპარაკობენ, ანუ ევროკავშირი უკვე რო არსებობს, პირობითად რო ვთქვათ, ეს ნათქვამი. ამიტომ ჩვენი ევროპელობა ჩემში ფილოსოფიურად თუ შეხედა, ეს არ იწევს. სხვა ამბავია, ევროპული ღირებულებები რაც არის დღეს, რამდენად მიღებული და გაზიარებულია ჩვენთან. დიდი ნაწილი კი რაღაც ნაწილი არა, რაღაც ნაწილი გავსებები და განსხვავებები. რა არის გაზიარებული და რა არ არის გაზიარებული. პირველი რაც არის თლიანად გაზიარებული, ესა ინდივიდუალიზმი. ჩვენი აზროვნება ინდივიდუალიზმს არ ეწინააღმდეგება პირიქით. ჩვენ პატივს ვცემთ ინდივიდუალიზმს. მე მსმენია რომ მე შენ არ მიყვარხარ, მაგრამ ვიცი რომ შენ რაღაცა გაქვს, აზრი. ან მე შენ ვერ გიტან, მაგრამ შენ ნაკითხი ხარ. ანუ მაინც მიყვარხარ. ნუ დაახლოებით.
გიყვარდეს მტერი შენი არის ყველაზე რთული ევროპული იდეა. რაც ნიშნავს უპოვე მტერს საყვარელი ნაწილი, იმიტომ მთელი მტრის სიყვარული შეუძლია იმ ნაწილში, როცა განადგურებს, გაუპატიურებს, ვერ გიყვარს, მაგრამ ეძებ, მასში იქნებ, აი როგორც შესანიშნავ ფილმში პიანისტი დიდმა რეჟისორმა პოლანსკიმ ნაჩვენა, რომ მუსიკამ შეძლო და ნაციონალ-სოციალიზმის იდეაზე მაღლა და კაცმა თავი შეწირა მუსიკის სიყვარულს. ანუ ადამიანი გადაარჩინა მარტო იმიტომ, რომ ის კარგად უკრავდა, პიანისტი იყო და მუსიკა არის დიდი ღირებულება. ამ თვალსაზრისით საინტერესო ის არის, რომ გერმანულ მუსიკას კი არ უკრავს, შოპენს უკრავს. დიახ, მაგრამ მუსიკაც იმარჯვებს აქა. შესანიშნავი ნამდვილ ამბავზე აღნიშნული, რომ ავტობიოგრაფია შპილმანის და უნდა ითქვას, რომ ის კაცი გარკვეული გაგებით, ასე ვთქვა, გერმანელი ალუდა ქეთელაურია, ასე ვთქვა, ის თავის წინააღმდეგ წავიდა SS-ელია ბოლოს და უამრავი ყავს მოკლული და ამით იმის თქმა მინდა, რომ არის ერთი მომენტი რომელიც ჩვენ კარგად გვესმის და ზუსტად ისე როგორც ესა ინდივიდუალ ალუდა ქეთელაური ქართულ ლიტერატურაში არის. სხვა ამბავი ახლა რომ ქართულ ცხოვრებაში ალუდა ქეთელაურებით არაა დასახლება, მაგრამ დიდი ბოდიში არც ევროპული ცხოვრება არის დასახლებული იმ ადამიანებით, რომელზეც ჩვენ იქაც ეს გმირობაა და იქაც ეს ანუ ეს იდეალი ჩვენ გვაქვს. ეს არის ერთი ამბავი. მეორე ამბავი არის რომ ჩვენც და ევროპელებს გვაქვს დამოკიდებულება თავისუფლებისადმი, რომელიც დაკავშირებული არის ნებელობასთან. ჩვენ და ევროპელები ვამბობთ, რომ მარტო ისაა თავისუფლების ღირსი, გოეთეს სიტყვებით ვიტყვი, ვინც ყოველ დილას მიდის საომრად. ანუ ჩვენ სამხედრო წოდებისადმი გვაქვს ზუსტად ის პიეტეტი, როგორც ევროპას. ჩვენი თავარი ნაწარმოებიც ძალიან პროსამხედრო არის და სადაც არ გავართ ევროპას, არის რომ ვაჭრობის ნაწილი ჩვენთან არ იყო მიღებული, მაშინ როდესაც ერთ-ერთი მთავარი ევროპული იდეა შრომის განაწილება და ვაჭრობა გასაგები არის, იმიტომ რომ ბერძნული კულტურა აბა სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ. საბერძნეთში პური არასოდეს არ მოვიდოდა იმდენი, რომ ეს ხალხი ის მას უნდა ეყიდა და რაღაცა უნდა გაიგოს. ცივილიზაციაში ყო ეს ორივე მომენტი, როგორც არისტოკრატიული, ესე ვაჭრობის. ამიტომ გასაგებია ჩვენ რა გვაქვს საერთოდ? გვაქვს საერთო ინდივიდუალიზმი, ანუ ადამიანის ღირებულებითი სისტემა. ჯონ ლოკი ქართულად პირველ ნაწილში ჟღერს შესანიშნავად. სიცოცხლე როგორც ღირებულება და ჩვენ ქართველებს ეს გვესმის შესანიშნავად და გაფეტიშებული გვაქვს ეს ღირებულება იმდენად რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აბა ხო არ მოვკვდებოდი და ვიღაცები გაუგებენ რომ რა თქმა უნდა თუმცა ხრისტალოსანში ნათქვამია რომ ჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელოვანი ეს გასაგები შუა საუკუნებრივი იდეა აქილევსიც მასე ფიქრობდა სხვა ჩვენს უკრავის სახელის მოპოვებას ჭირდება სიკვდილი. ეს ერთი მომენტი არის ასე ვთქვათ სიცოცხლე როგორც ღირებულება და მეორე თავისუფლება როგორც ღირებულება. ამ შემთხვევაში ქართველები და ევროპა ვართ ერთად. ეს ორი ღირებულება ერთი. ამის მერე იწყება განსხვავება. ისინი ამბობენ საკუთრება და ლტოლვა ბედნიერებისა. ქართველებს საკუთრება როგორც ასეთ ღირებულება არ ესმით. ანუ უბრალოდ როგორ არ ესმით, მაგრამ ხვენიათ მისი ღირებულება და გონიათ რომ ის ამ დონის არ არის. თუმცა კი ქართულსავე ლიტერატურაშია ნათქვამი, რომ ის იმავე ღირებულებისა და ძველ ქართულ ლიტერატურაშია ნათქვამი, რომ სისხლი დაინთხება იმის გამო და მაგრამ ეს არ გახდა მასობრივი ცნობიერების პროდუქტი. აი მეგრელებმა ხანდახან იციან თქვა ბოდიში და ბაზარში ვიყავ. იმიტომ რომ ყველაფერი მატერიალური ითხოვდა ჩვენგან მობოდიშებას. ფული, საკუთრება არ არსებობს ქართველი კაცი, რომელმაც ზუსტად აღწეროს თავისი საკუთრება. ღარიბები აჭარბებენ და იმდიდრებენ თავს. მდიდრები სერიოზულად პირიქით. ანუ ჯონ ლოკის 4 ღირებულებიდან სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება და ლტოლვა ბედნიერებისკენ პირველი 2 მყარათაა გაზიარებული და მეოთხეც ლტოლვა ბედნიერებისკენ კარიერული სვლა და სხვა კი, მაგრამ ევროპა ამბობს, რომ შენ ეს კი არ გიჩნდება დაბადებით. არამედ შენ ამას უნდა მოიპოვო. ხოლო ქართველები კი ამბობენ, კარგი ქართველები და ამასთან დაკავშირებით კულტურული კონფუზიც კი მოხდა ერთხელ, იმიტომ რომ
ეს ქართული აზრი ეგონა და ვეფხისტყაოსანში დაწერილი ეგონა საქართველოს პრეზიდენტს და თქვა რომ მიეცით ნიჭსა გზაფართო და თაყვანისმცემელ ღირსებას როდის თქვა რუსთაველმა სად იყო ჯეფერსონიო და სწორედ რომ ჯეფერსონმა რო თქვა და მე რუსებმა რო თქვა ის გაიგონა ესე იგი გრიგოლ ორბელიანმა და კარგი იდეა რა თქმა უნდა მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ რუსთაველმა ჯერ ეს არ იცოდა რუსთაველმა იცოდა რომ არისტოკრატია ვაჭრობაზე მაღლა დგას რა თქმა უნდა თქვენ ვაჭარნი ჭაბანი ხართ დობისაცა უმეცალნი ანუ ყველაზე მთავარ საქმეში ანუ თავისუფლებისთვის თავდადებაში და ბრძოლაში შეუძლებელია მათი ყიდვა შეიძლება ეს სხვა შორის აი დღემდე ჩარჩენილი მომენტი არის და თუ კი საქართველოს ევროპისკენ მიდის ყველაზე უფრო მეტად მას უჭირს კანონების ჰარმონიზაცია ზუსტად ვაჭრობის სფეროში აი სულ საქართველოს სულ პრობლემა იქნება მიწა იმიტომ რომ აი რო ჩემი მიწა სხვას როგორ უნდა გქონდეს და სხვა ჩემს მოქალაქეს საფრანგეთში მიწა აქვს ბანკი აქვს და რაც უნდა ის აქვს მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არა ეს ფრანგებმა იტყვიან თავი აი მე არ მინდა რომ ვიღაცა სხვას გქონდეს სხვა ეს ყველაფერი ეს ერთ-ერთი ნიშანია ასევე სხვა ნიშნები არის რომელიც აშკარად მიწა მოიაზრებოდა არისტოკრატიულ ეთოსში როგორც ის რომელთანაც დაკავშირებულია ტიტული და ის არ ითვლება დიახ ამავე დროს ის თვისობრივია და არა რაოდენობრივია ამ მიწაზე რა მოვა არის ნაციონალური ღირებულება მაგალითად ვიღაცამ რო თქვას რომ მას არ უნდა მოიყვანოს ყურძენი არამედ უნდა მოიყვანოს კარტოფილი თქვა ან რაღაც სხვა მე არ ვიცი ახლა რამდენად გამართლებული არის წმინდა ასე თქვა სოფლის მეურნეობითი თვალსაზრისით მაგრამ ასეთი მავნე აზრით სოფლის მეურნეობითი თვალსაზრისით რო გაუჩნდეს თავისუფალი ადამიანი მისია მიწა და ასაც უნდა ყოველთვის ჩდება ნაციონალური პრეტენზია იმიტომ რომ არის ნაციონალური ასე თქვა პატივისცემით სარგებლობენ გარკვეული პროდუქტები ეს სხვა ჩვენ მარტო არ ვართ ამ საქმეში ახლა გასაგებია რომ ბერძენს მაგალითად შეიძლება შეჰკადრო რომ ვერგილიუსი ეჯიბრება ჰომეროს შეიძლება ეს შეკადრებაზე გითხრას რომ ექსის სულელია მაგრამ არ მოკლას მაგრამ რო უთხრა რომ იტალიური ზეითუნის ზეთი კალამატას ჯობია რაც არის დიდი შეურაცხყოფა მართლა გეუბნებით გულწრფელად მე ორივე ესეთი გამისინჯას და ვიცი და რა თქმა უნდა კალამატა შეუდარებელი სიმაღლე არის ზეთურ ამბავში მაგრამ ბერძენს რო უთხრა დამთავრებული არის მის შეურაცხყოფა ამაზე მაღლა ვერავა ეს თითქმის იგივეა რო უთხრა რომ არსებობს ქალაქი სტამბული და მათთვის არსებობს ქალაქი კონსტანტინოპოლი მე თვითონ დავაპირე სტამბულის ბილეთის აღება და მითხრეს რომ ასეთი ქალაქიო no such city-ო მითხრეს არ არის ეგეთი ქალაქიო სანამ არ უთხარი რომ კონსტანტინოპოლი მინდოდა ისეთ თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ რომ თვითონ სტამბულის ბერძნული დამახინჯებული ბერძნული სიტყვა ისტენბოლი ან ქალაქისკენ არის მაგრამ ეგ საერთოდ ნუ მაგრამ ის საკუთრება თურქულ თურქებმა ბერძნული ენაც გაითავისეს არა პრობლემა სხვა შორის ამ ხრივ ჩვენ შორის დიდი განსხვავება იყო ჩვენ ხო გითხარით ჩვენ ძალიან ევროპულად ვაკოციცებდით ჩვენს იმპერიას და ჩვენს ქვეყანას ღირებულებათა ერთობაზე ქართველებს სვანებს და ჭანებს ჰქონდა ერთი ღირებულება და ამ ღირებულებით შევიკარით კვლავ ერთ ერად თუმცა ვიშლებოდით ბუნებრივია იმიტომ რომ ახლა ენები განსხვავდა მაგრამ შემდეგ დავბრუნდით იმიტომ რომ გაირკვა რომ ყველაფერი ერთნაირად გვესმის კი სხვადასხვანაირად ღერი ვარ სხვადასხვა რამეს ვეძახით ჩურჩხელას და ჯანჯუხას და ამ შემდეგ მაგრამ ახლა ერთი ერი ვართ ჩანს კულტურაშიც კარგად ჩანს მრავალფეროვნების მიუხედავად თუ ეს ერთი ერია ეს მოახერხა ძალიან გვიან მაგალითად გერმანიამაც და მერე გახდა ინტენცია მთელი ევროპის და კიდევ უფრო გვიან იტალიამ დიახ და იტალია დღემდე არის პრობლემა საქართველოში არასოდეს ჩვენ ახლახან ისტორიული თვალსაზრისით 100 წლის წინ 130 წლის წინ დავიმატეთ ნაწილი რომელიც დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა და ჩვენ უმტკივნეულოდ გადავწყვიტეთ იმ დღესვე ეს პრობლემა სხვის სახელმწიფოში ვიყავით მე სახელმწიფოს მადლიერი არ დავჭით მან გვაჩუქა თავისთვის უნდოდა ბუნებრივია თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი ნათქვამი ერთი დიდი რუსი მოღვაწისა ვარანცოვისა რომელსაც თქვა რომ საქართველოს უნდა იყოს მარგალიტი ბრილიანტი იმპერიის გვირგვინში ჩვენ უნდა დავსვათ წერტილი იმ ადგილას სადაც მათ თქვა საქართველოს უნდა იყოს ბრილიანტი ვკარონი იმპერია არ გვინდა და ასეც მოხდა ჩვენ ვისარგებლეთ რაღაცეებით იმიტომ რომ ძველი გამოცნილი ხალხი ვართ ახლა ევროპელობაზე როცა ალაპარაკი თუ ევროპელობაში პრაგმატიზმი იგულისხმება უნდა ვთქვათ რომ ჩვენ
გამოვავლინეთ გარკვეული პრაგმატული უნარჩვევები ყველა იმპერიაში ჩვენთვის სასარგებლო ნაწილები ვიპოვეთ და ყველა იმპერიით როგორც შეგვეძლო თვისარგებლეთ. ჩვენ თავისუფლება რა თქმა უნდა შეზღუდული გქონდა, მაგრამ განსაკუთრებით აი ბოლო მაგალითებით რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი, საქართველო იყო ერთადერთი ნაწილი, მე მგონი, რომელმაც მთლიანად ისარგებლა ერთითაც და მეორედაც. ჩვენ ისე მოვეკეცით რუსეთს, როგორც ევროპა ექცევა რუსეთს. დაახლოებით ევროპული საქციელი იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენ გავწექით, ჩვენ თქვით, რომ რაიმე რა გვეშველება ჩვენ არავინ არა ვართ, გვინდა ბიბლიოთეკა, გვინდა მუზეუმი, გვინდა უნივერსიტეტი, გვინდოდა კიდევ, მაგრამ მაგ დროს ხოცით შიდა ღალატმა დაგუყა და ისე მილიტარისტულმა ბუნება. რაც დასკვნის სახით რომ ვთქვათ, მასშტაბზე საქართველო არის ევროპა. იმის მაგალითად რომ ვეძებოთ, როდის შევალთ ევროპაში, მთავარია დავინახოთ, რომ ევროპა უკვე აქ არის. ერთ-ერთ ევროპულ სტრუქტურაში ვართ, რომელსაც და ვართ როგორც სრულუფლებიანი წევრი, ეს არის ევროსაბჭო, რომელშიც ჩვენ ვართ, ვიხდით გადასახადს, ყავს წარმომადგენლობა, მე ვარ საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი და ვიცი ეკაული წესებით მუშაობა და გარკვეული გაგებით იქ მიმდინარე პროცესებში ჩართული ვართ, მათ შორის ესეთი მიწისქვეშა და ასე ვთქვათ, კულისებში რაც ხდება და სხვა პროცესებში და გარკვეული გაგებით ესაა ვარჯიში ევროპელობაში ამავე დროს. მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენ ახლა გვინდა უფრო მაღალი დონის ევროპულ სტრუქტურაში, როგორც ევროკავშირი, გვინდა ევროატლანტიკურ სტრუქტურაში, როგორიცაა ნატო, თავარი მომენტი აქ არის, რომ ყველაზე კრიტიკული ვითარება როცა დგება, მაშინაც კი ჩვენ უარს ვერ ვამბობთ ევროპელობას. საქართველო პრინციპულად დაეფუძნა ევროპას, ეს ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა, ვეფხისტყაოსანი მართალია აღმოსავლურ რეალიებს აღწევს და მისი მთავარი მოქმედი გმირები საერთოდ მუსლიმები და ბუდისტები არიან, ახლა თუ ფორმალურად მიყვებით. და იქ არის ხატაული და ჩინური ფილოსოფია დიდი ნაკადი და სხვა, მაგრამ ეს ქრისტიანული ძეგლია, ხო, ეს დიდი საიდუმლო არ არის, რომ იქ ევროპული ასრულება არის დაბუდებული და წიგნის ქვეყანა, როგორც ქრისტიანობა მისურვა, წიგნის ქვეყანა ვარ ჩვენ. ყველაზე მნიშვნელოვანი რა ჩვენს ისტორიაში მოხდა იყო ის, რომ ჩვენ არ გავმუსულმანდით. ეს პრინციპულად შეცვლიდა ვითარებას და ჩვენ შეიძლება ამ სამყაროში პირველებიც ყოფილიყავით, ძველი გამოცდილები და სხვა, მაგრამ მე ვხედავ რა უყო ამ ვითარებამ, ასე თქვა, სხვა კულტურებს და ვხედავ, რომ ჩვენი გადარჩენა მდგომარეობდა ზუსტად აქ გადიოდა ხაზი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კლერიკალიზმი თქვა, ახლა არ მახასიათებს, მაგრამ ისტორიული დანიშნულება და მნიშვნელობა მე ვიცი. ჩვენ ევროპა ვართ ყველაფერთან ერთად, იმიტომაც, რომ ჩვენ ქრისტიანი ნაცია ვართ. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ 97% მართლა მოწმუნე იქნება ახლა წარმოუდგენელი ასეთი რიცხვი არ ყოფილა არასოდეს არსად და ვერ იქნება გასაგებია, იმიტომ ადამიანი არის და ეჭვითა ასავსე და ნებისმიერ ადამიანს დოსტოევსკის კონდა ეჭვები ამ დარგში დახოცამდე სხვებსა ექნებოდა. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო პერსპექტიული ქვეყანაა ევროპული ასპირაცია, ახლა ეს სიტყვა არის ევროპულ ასპირაციაში და საქართველოს ყველაზე ევროპული ქვეყანა იმ 6 ქვეყნიდან, რომელსაც ეს ევროპული ასპირაცია აქვს. ესენი არიან ჩვენი მეზობლები, ესაა უკრაინა, ესაა ბელორუსი, ესაა მოლდოვა. რაღაცაში ზოგი გეოგრაფიით, ზოგი უკვე იქ არის ფაქტობრივად და სხვა, მაგრამ კულტურული თვალსაზრისით და საზოგადოებრივი თვალსაზრისით, თუ ვინმე დამიჯერეს ვიცნობ რა ქვეყნებს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად და უფრო მეტადაც კი, ვიდრე ზოგიერთი ევროკავშირის წევრი საზოგადოება.